მოკლედ ქაოსური ვითარება შეიქმნა თბილისში. იქიდან გამომდინარე, რომ შუქნიშნები არის გამორთული. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს არის ადამ მიცკევიჩის ქუჩა საბურთალოზე. საავარიო საფრთხეებია შექმნილი, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ არც მაღაზიებს აქ, რომელიც მდებარეობს, არც მოსახლეობას. არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. განსაკუთრებით შუა ზაფხულში უკუჭდებათ პროდუქცია მაღაზიებში, აი ორი ნაბიჯი დაიხურა მაგალითად ამ დროისთვის, არ უშვებენ მოქალაქეებს და შუქნიშნები არ მუშაობს. სრული სიგიჟეა ნამდვილად რაც აქ ხდება ახლა ამ წუთას. საავარიო საფრთხეები იქნება, რაღაც ქაოსია. საჯვარედინია აქ და ძალიან სახიფათოა მოძრაობა. შეგნებას იჩენენ მძღოლები და გამვლელებს მაქსიმალურად უთმობენ გზას, ამისთვის მადლობა მათ უნდა უთხრა. ქუჩაში ხალხი ისე ქაოსურად გადმოდის, რომ გაოცება შეიძლება. თან ყველაზე დამაბნეველი ის არის, რომ ვთქვათ ყაზბეგზე ელექტროენერგია მიეწოდებათ ყაზბეგის ქუჩაზე, აი აქეთ და შუქნიშნებიც მუშაობს და როდესაც მძღოლი გადმოდის მიცკევიჩის მხარეს, აქ უკვე ვერ ხვდება, როგორ უნდა იმოძრაოს ზოგიერთი და აი ამიტომ სიგნალების ხმა ისმის ხოლმე.